გამარჯობათ მეგობრებო, მოკლედ გავაგრძელოთ საუბარი კოცების ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით, მოკლედ 7 ნოემბერს და 26 მაისს, როდესაც მაშინ კოცები არ ერქვა, მაგრამ მაშინდელი ოპოზიცია რუსეთუმეები, რომელთა აქციების მთავარი ლაიტმოტივი იყო, რომ სააკაშვილი და მისი ხროვა ყველაფერს აკეთებს რუსეთი გადავკიდოს და რუსეთთან საქმე გაგვიფუჭოსო და ამას არც მალავდნენ. Შეგვიძლია ამის შესახებ YouTube-ში მოიძიოთ ინფორმაციები და აი მათი აქციების დარბევა ეს იყო ქვეყნის დაქცევა და სამშობლოს ღალატი და სივსისხლიანი ბოროტება, ხოლო 2019 წლის 20 ივნისს და შემდგომ აგერ ნოემბრის გასული წლის ნოემბერში აქციების დარბევა, პროევროპული აქციების დარბევა და მათი მონაწილეების დაჭერა ეს არის კანონის უზენაესობა და ქვეყნის გადარჩენა deep state-დან. რა უნდა გააკეთოს deep state-მა იმაზე მეტით, რაც რუსეთს გაუფუჭებია საქართველოს მიმართ. მოკლედ ეს ერთი და ასევე კიდე ამ იმაზე არაფერს ვამბობ, რომ კოცებში არეულობაა და 3 თვის წინ დანიშნული ადამიანი საუბარია ანელ ხანაშვილზე გადააყენეს და დაინიშნა დინარაძე. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი კობახიძის პირველი ფიასკოა, რადგან აქამდე ყველგან მისი კადრი იყო და ყველა თანამდებობაზე კობახიძის კადრები ინიშნებოდა, ხოლო ახლა მამუკა დინარაძის ამ თანამდებობას დანიშნა ნიშნავს, რომ კობახიძეს რაღაც მხრივ უკვე ჩააჩოჩეს. ჩემის აზრით გაგრძელდება ეს ყველაფერი და მალე მივა იქამდე, რომ განხეთქილება იქნება კოცებში. აბა თქვენ იცით, გამოიწერეთ დიდი ატივი.